ვინ გაიმარჯვებს, ილია თოფურია თუ კონორ მაკგრეგორი? ხელოვნური ინტელექტის მოსაზრება ეს იქნებოდა თაობების ბრძოლა. ერთი მხარეს ილია თოფურია, დაუმარცხებელი მტაცებელი, ახალი თაობის მებრძოლი. მეორე მხარეს კონორ მაკგრეგორი, ლეგენდა, კაცი, რომელმაც შეცვალა მთელი სამყარო. ერთი ზენიტშია, მეორე ძველი დიდების ჩრდილში. მაგრამ ვინ გაიმარჯვებს თუ დღესვე შევლენ ოქტაგონზე? ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა ყველაფერი: სტილი, ფიზიკა, ფსიქოლოგია, სტატისტიკა და აი შედეგი, ფავორიტი ილია თოფურია ის უფრო ახალგაზრდაა. სწრაფია, ძლიერი. მას შიმშილივით წყურია გამარჯვება. იგი არ თამაშობს, ის ანადგურებს. თოფურია საუკეთესო ფორმაშია. დაუმარცხებელი, მტკიცე, ტექნიკური. მაკგრეგორი. დიახ, ოდესღაც მისი მარცხენა კრივი წამებში ამთავრებდა ბრძოლას. მაგრამ დრო შეიცვალა. ახლა კონორი სავსეა ტრავმებით, სკანდალებით, ალკოჰოლით და ბიზნესით. ის აღარ არის იმ გამარჯვებების კაცი. თავარი იარაღი, სტილი თოფურია უნივერსალია. შეუძლია იბრძოლოს ყველგან, დგომაში, პარტერში, კლინჩში. კონორი სნაიპერია. მაგრამ მხოლოდ პირველ რაუნდში. თუ ბრძოლა გახანგრძლივდა, ის ვეღარ გააკვირვებს ვერავის. ფსიქოლოგია მაკგრეგორი, ტრეშ-თოკის მეფეა. მაგრამ ილია ცივია, როგორც ფოლადი. არ იბნევა, არ კარგავს კონცენტრაციას. თუ კონორი თამაშს დაიწყებს, თვითონ მოტყუდება. ხელოვნური ინტელექტის დასკვნა, დღევანდელი ფორმით, ილია თოფურია 10-დან 7 შემთხვევაში იგებს ამ ბრძოლას. თუ ბრძოლა პირველ რაუნდში დასრულდება, კონორს შანსი აქვს. მაგრამ თუ დრო გაიწელა, თოფურია აუცილებლად გაიმარჯვებს.